საოკუპაციო ხაზთან დაჭრილ ორ ახალგაზრდა საჩხარის საავადმყოფოში გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. განსაკუთრებით მძიმეა დაჭრილი 17 წლის გიორგი ლომთაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა. მას 3 ტყვია აქვს მოხვედრილი, ექიმები მოზარდის გადარჩენას ცდილობენ. საქართველოს ძალოვანი უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სოფელ ჭალვანში მცხოვრებ 5 ახალგაზრდას ოკუპანტებმა ცეცხლი მაშინ გაუხსნეს, როდესაც ისინი ჩონთოს ხეობაში საოკუპაციო საზღვართან ახლოს ჯონჯოლს აგროვებდნენ. ინციდენტის დროს მძიმე დაიჭრა 2 ქართველი. მოხდარ ფაქტი თბილისშიც ეხმაურებიან ექსპერტები და პოლიტიკოსები. მოხდარს საერთაშორისო დანაშაულს უწოდებენ და ამბობენ, რომ მოზარდების დაჭრა რუსი სამხედროების მხრიდან მორიგი პროვოკაციაა. და რა ხდება ამ წუთებში საჩხერეში? მოხდარის დეტალურად გასარკვევად სოფელ ჭალვანში რატი მუჯრი ჩავიდა. ახლა ეს პირდაპირ ეთერში ჩაგურთება. რატი როგორია ორი დაჭრილი ქართველი ჯანმრთელობის მდგომარეობა და რასაც ხარდებენ ექიმები? მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, ერთ-ერთი შედარებით მძიმეა და იყოფება რეანიმაციაში, თუმცა მანამდე უნდა ითქვას, რომ ჩვენ ახლა ვიმყოფებით სოფელ ჭალვანში, რომელიც მიმდებარე დღეშიც მოხდა ეს ინციდენტი, რადგანაც საოკუპაციო ძალების ფორმიანმა შეერაღებულმა პირებმა მშვიდობიან მოსახლეობას ცეცხლი გაუხსნეს. მე შეგახსენებთ, რომ მშვიდობიანი მოსახლეობა დღეში იმყოფებოდა ჯონჯოლის შესაგროვებლად, რაც აქ ამ სოფელში ჩვეული მოვლენა ამ სეზონზე ეს მათი ერთადერთი შემოსავლის წყაროა, რადგანაც ისინი საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები მათ თავს დაესხნენ. მათი დამტყუება სურდათ, თუმცა ახალგაზრდმა მოახერხეს გამოქცევა, რასაც მოყვა საოკუპაციო ძალების მხრიდან ცეცხლის გახსნა, რადგანაც დაიჭრა 2 ადამიანი. ამ ყველაფერს ყავს თვითმხილველებიც, ის მათ ჩვენ შევხვდით და ისინი დეტალურად იხსენებენ იმას, თუ რა მოხდა ამ დროს ჭალვანის მიმდებარე დღეში. გარდა ამისა, შემთხვევის ადგილზე დილიდანვე უკვე იმყოფებოდნენ ევროკავშირის მონიტორები, რომლებმაც დააფიქსირეს მომხდარი ადგილზე თუ რა მოხდა. ისინი მათ ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებიათ, თუმცა გაეცნენ მიიღეს დეტალური ინფორმაცია მომხდარის შესახებ. რაც შეეხება თავად ინციდენტში მონაწილეებს და ფაქტის შემსწრებს, ისინი ამბობენ, რომ მათ გაიგეს ძალიან ახლოს როლის ხმა, რადგანაც უკვე დაუკავშირდნენ უშუალოდ ცეცხლის ხაზთან მყოფი პირები და შეატყობინეს, რომ საოკუპაციო ზოლის მეორე მხრიდან იყო ცეცხლი გახსნილი და სწორედ ამ დროს მოხდა ამ ორი ახალგაზრდის დაჭრა. გადარჩენილები ამბობენ, რომ საკმაოდ რთული მდგომარეობა იყო, თუმცა მათ საბედნიეროდ გამოსვლა მოახერხეს. დღეში ვიყავით წასულები ჯონჯოლზე, აქეთ არის, აქეთ ვიყავით ჩვენ დაახლოებით კილომეტრში, მაგრამ ჩვენ ზევით სროლები იყო 1-2 კილომეტრის იქით. ჩვენ კილომეტრის აქეთ ვიყავით დაშორებით, ჩვენ დაბლა ვიყავით, სროლა გევიგონით, ვინ იყო, რა იყო, მასეთი არაფერი, ან რა მოხდა, დეიჭრა, არ დეიჭრა. ხო მეტი არაფერი, მე ჩვენ დაგვირეკეს, მე რომ ასიაო, სროლები არისო, შამევიდენო, ოსები ისვრიანო და გამოიტყიდაო, დატოვეთ ტყედი, დაცალეთ ტყე და გამოვიდო და წამოვეით მაშინვე. საერთოდ იყო სროლა და მე 2 ავტომატი ისვრიდა. მე იყო პადრიად ჩართვას, 2 ავტომატის. იქნებოდა ასე სულ ასე წუთი იქნებოდა. ჩვენ დაბლა ვიყავით და მე დამირეკეს აქედან ბიჭები ჩამოიყვანეს, 3-ია დაჭრილიოდა. მიდიოდნენ გზაზე და როგორც გაიმართვა ტყეს, ტყიდან გაუხსნეს ცეცხლი. და ერთი ხო წაიქცა მოტრიალა, მეორე იმის წეფილებლად იმასაც იასროლეს და გაიქცენ მოახერხეს მაინც გაქცევა და წამოვიდნენ თვითონ თავის ფეხით. მერე მოეხმარნენ ბიჭები და ჩამოიყვანეს გზაზე და წაიყვანეს საავადმყოფოში. რაც შეეხება უშუალოდ დაჭრილებს და მათ ჯანმრთელობის მდგომარეობას, ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანით გადაიყვანეს საჩხერის საავადმყოფოში, სადაც ორივე მათგანს ჩაუტარდა გადაუდებელი ოპერაცია. ერთი ახალგაზრდა 17 წლის, მეორე კი 23 წლის. მათ სიცოცხლეს ამ დროისთვის საფრთხე არ ემუქრება, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ერთ-ერთი დაჭრილის მდგომარეობა მძიმეა, ეს რეანიმაციაში იმყოფება, ინტენსიური დაკვირვების ქვეშ საავადმყოფოში იმყოფებიან ოჯახის წევრები, ახლობლები. ისინი იხსენებენ იმას, თუ რა მოხდა, როგორ მოხდა მათი გადაყვანა საავადმყოფოში, ხოლო ექიმები აცხადებენ, რომ ოპერაციებმა წარმატებით ჩაიარა და სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ამიძახეს სამხედროში ნამყოფი არ და ავტომატ გამოვიქეცო და მაშინო დამაქცე. ერთი ტყვია ჩემსაც მოხდა და 3 იმისას. ეს გამოქცეულა მე ურბენია გზამდინ 2 კილომეტრი და დაგვირეკა ტელეფონზე, რომ მოგვაშველეთ სასწრაფო და ცოდვა რა თქმა სასწრაფო სპეცრაზმიც და პოლიციას მაშინვე წავიდნენ. ჯერ ქართულად უთხრეს, მოდიო და მე რუსულაც და ვინ იყვნენ არ ვიცით. ოპერაცია ჩაუტარდა წეს რეანიმაციაში და მდგომარეობა ვნახოთ როგორ იქნებაო ექიმი. შემოყვანილი არის 2 პაციენტი, 17 წლის ახალგაზრდა და 27 წლის ახალგაზრდა. ერთის მდგომარეობა 17-ის მძიმე არის, გაუკეთა ქირურგიული ოპერაცია. ორივესთან იყო ცეცხლნასროლი ჭრილობა. მეორეს 27 წლის პაციენტის მდგომარეობა ბევრად მსუბუქია, ჩვეულებრივ განყოფილებას წევს. ის ახალგაზრდა ბიჭი რეანიმაციაში წევს. უნდა აღინიშნოს, რომ ტყე, რომელშიც აგროვდნენ ჯონჯოლს ახალგაზრდები, ოფიციალური თბილისის კონტროლის ქვეშ არის და ის არ იმყოფება ოკუპირებულ ტერიტორიაზე, თუმცა ამ ტყეში არის რამდენიმე საცალფეხო ბილიკი, რითაც ახერხებენ საოკუპაციო ძალები გადმოსვლას აქეთ მხარეს. მომხდარ ფაქტს უკვე მოყვა შეფასებები თბილისში, რომელსაც გაეცნო მოამბის ჟურნალისტი კეთი ბოჯგვა, რომელიც ახლა პირდაპირ ეთერში გააგზავნებს საუბარს.
ბუნებრივია მომხდართან დაკავშირებით გაკეთდა შეფასებები როგორც საქართველოს მთავრობის, ისე პარლამენტის წევრების მიერ, ასევე საერთაშორისო მისიების წარმომადგენლების მხრიდან. როგორც ერთ-ერთი პირველი კომენტარი გაკეთდა შინაგან საქმეთა სამინისტროში, როგორც ძალოვანი უწყების წარმომადგენლები ამბობენ, ასეთი ფაქტი 2009 წლის გაზაფხულის შემდეგ არ მომხდარა საქართველოს მოქალაქეებს საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ცეცხლი ეგრეთ წოდებული სასაზღვრო პატრულის წარმომადგენლებმა ცეცხლი გაუხსნეს მაშინ, როდესაც ისინი სრულიად ყოველგვარი იარაღის გარეშე აგროვებდნენ ჯონჯოლს, მათ ზურგში ესროლეს, შედეგად მძიმედ დაშავდა საქართველოს 2 მოქალაქე. რაც შეეხება საერთაშორისო მისიების წარმომადგენლების კომენტარს, დღეს კომენტარი გააკეთა ევროკომისიის წარმომადგენელმა, რომელმაც აღნიშნა, რომ ეს ფაქტი სავალალოა და გამოძიებას საჭიროებს. შენიშნა ეგრეთ წოდებულ სასაზღვრო პატრულმა, ამათ გაჩერება მოსთხოვა, ჩვენმა სადაც გაქცევა და გაქცევის დროს მათ ზურგში ესროლეს საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა. შედეგად 2 ადამიანი დაიჭრა, აქედან ერთი 17 წლის ბავშვი სკოლის მოსწავლე არის საკმაოდ ძლიერ მდგომარეობაში, მოდი ახლა გავუკეთდა ოპერაცია, მაგრამ ჯერჯერობით ექიმები კარგს ვერაფერს ამბობენ. მე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ მსგავსი ინციდენტების სავალალოა. ჩვენ გვყავს ევროკავშირის მისია ადგილზე იმისთვის, რომ გამოიძიონ მსგავსი ინციდენტები. სწორედ საერთაშორისო საზოგადოების მკაცრ რეაგირებას ითხოვენ ქართველი კანონმდებლები. დღეს გააკეთეს კომენტარები როგორც საპარლამენტო უმრავლესობის, ასევე უმცირესობის წარმომადგენლებმა და პარლამენტის თავმჯდომარემაც დავით ბაქრაძის თქმით, ეს არ არის ჩვეულებრივი პროვოკაცია, ეს არის უდანაშაულო მოქალაქეების მიმართული დანაშაული, რაზეც აუცილებლად უნდა იყოს მკაცრი რეაგირება საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან, უნდა გაძლიერდეს ზეწოლა რუსეთზე იმისთვის, რომ საერთაშორისო მისიებმა შეძლონ შესვლა ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ეს იყო საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაც, თუმცა საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები ასევე გამოთქვამენ ვარაუდს, რომ ქვეყნის შიდა პოლიტიკაში მიმდინარე მოვლენები და ეს პროვოკაცია შესაძლოა ერთმანეთთან კავშირში იყოს. ეს აღარ არის უკვე რაღაც რიგითი პროვოკაცია, ასე ვთქვათ, ეს არის უკვე დანაშაული მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ და ბუნებრივია ჩვენ გვექნება მაქსიმალურად მკაცრი რეაქცია. მკაცრი რეაქცია გულისხმობს თავის თავში როგორც სიმშვიდის შენარჩუნებას, ვინაიდან რა თქმა უნდა ყველა ასეთი პროვოკაციის წინაშე ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ სიმშვიდე, ასევე გულისხმობს საერთაშორისო თანამეგობრობის ინფორმირებას და მოთხოვნას, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ უფრო აქტიურად იმუშაოს რუსეთთან. ეს არის საერთაშორისო დონეზე ჩადენილი დანაშაული. ბუნებრივია ესეთი რამ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ ხდება, რომ დღეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ფაქტობრივად არ არის არც ერთი საერთაშორისო ორგანიზაცია. ამიტომაც ყოველ ჯერზე, ყოველ ეტაპზე მუდმივად ჩვენი ხელისუფლების, ჩვენი სახელმწიფო ზოგადად მცდელობა უნდა იყოს მიმართული იმისკენ, რომ როგორმე საერთაშორისო ორგანიზაციებს მივანიჭოთ ის ფუნქცია და მსოფლიო მიაიღოს ის ფუნქცია, რომ მონიტორებმა მოახერხონ შესვლა ოკუპირებულ ტერიტორიაზე. როდესაც ქვეყანაში იძაბება მდგომარეობა და ხდება რაღაც თქოთ რაღაც გარკვეული მანიფესტაციები და აქციები და გარკვეული რაღაც საკითხები, ამ მომენტში ჩვენ თუ შევადარებთ და გადავხედავთ მდგომარეობას, ნახავთ რომ ამ მომენტში ყოველთვის ადრე სიტუაცია იძაბება. აქედან გამომდინარე, მაქსიმალურად დიდი ყურადღება ჭირდება ამას ყველაფერს, ეს ერთი, მეორე, არც ერთ შემთხვევაში ჩვენ პროვოკაციებს არ უნდა ავყვეთ. ქვეყანაში მიმდინარე შიდა პოლიტიკურ მოვლენებს და მომხდარ პროვოკაციას ერთმანეთს უკავშირებს ექსპერტების ნაწილიც, პოლიტოლოგების მეორე ნაწილი კი აცხადებს, რომ ამ პროვოკაციის ერთ-ერთი მთავარი შედეგი უნდა იყოს ის, რომ საქართველოს ხელისუფლებამ და ქვეყანამ არ უნდა მოადუნოს არავითარ შემთხვევაში სიფხიზლე და არ უნდა აღყვეს მსგავს ინციდენტებს. აქ უკვე იცით ძალზედ საეჭვოდ ემთხვევა აი ეს ტრაგიკული შემთხვევა უკანასკნელ დღეებში საქართველოს რუსეთს შორის განთავრები მოვლენებს. უკვე არის აი იგივე ვთქვათ ქართველების, რომლებიც რუსეთის თამაშს თამაშობენ. ეს არის მოსკოვში გაკეთებული განცხადებები, ვთქვათ იგივე ბატონ გოგელიასი და სხვაებიც. აი აქ უკვე იცით აი ესე მოზაიკასავით იწყობა რა, რომ რუსეთს დღეს როგორც ჟანგბადი ისე ესაჭიროება ახალი საბაბი ახალი აგრესიის დაწყებისათვის. თვითონ ფაქტი აგრეთვე იმას გვეუბნება, რომ ჩვენ საკმაოდ უნდა ფრთხილად ვიყოთ, მიუხედავად იმისა, რომ რუსებმა ვითომ უკან დაიწიეს, ჩვენ ვიცით, რომ რუსეთი არასდროს არ ასრულებს თავის თავზე აღებულ ვალდებულებებს და მისგან ყოველთვის უნდა მოველოდეთ ყველანაირ პროვოკაციებს. საერთო ჯამში ოფიციალური თბილისის პოზიცია მომხდარ პროვოკაციასთან დაკავშირებით ასეთია, ქართული მხარე შეინარჩუნებს მაქსიმალურ სიმშვიდეს, თუმცა პარალელურად მოითხოვს საერთაშორისო საზოგადოებისგან მათ გააძლიერონ ზეწოლა რუსეთზე.
დიდი მადლობა მომხდარის დეტალები და ქართული შეფასებები პირდაპირ ეთერში რატი მუჯირმა და ქეთი ბოჯგუამ გაგაცნეს.